რთულია ვიცით. საინტერესო ადგილზე ვიმყოფებით პარლამენტარიზმის მუზეუმში და ქართულ პარლამენტარიზმს ბევრი რამ ახსოვს, ბევრი რამ უნახავს ამ შენობას, ამ ქვეყანას, თუმცა არასოდეს კენჭისყრაზე არ დამდგარა საკითხი პრეზიდენტის იმპიჩმენტის, პრეზიდენტის გადაყენების. შეიძლება დიდი ალბათობით გავხდეთ ამ პროცესის მომსწრედ. ამ თემით დავიწყოთ საუბარი, გადავინაცვლოთ. ბატონო. უპირველეს ყოვლისა, თქვენ აღნიშნეთ საინტერესო ადგილას ვიმყოფებით, ეს პარლამენტში არსებული პარლამენტარიზმის ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის მუზეუმია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის და ეს არის ის საკითხი, რაც ასევე გახლავთ ჩვენი სიამაყის საფუძველი. მე გულისხმობ პარლამენტარიზმს და დემოკრატიას ზოგადად. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს დაბრუნებაზე ევროპულ ოჯახში, ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ ვართ თანაშემქმნელები ევროპული კულტურისა, ევროპული ქრისტიანული კულტურისა, ღვინის კულტურისა, თუ სხვა რამ. ბევრი გვაქვს ჩვენ წვლილი შეტანილი იმისთვის, რომ ევროპა იყოს ისეთი, როგორც არის ის დღეს. ერთ-ერთი პირველი ვიყავით, სადაც საყოველთაო არჩევნები ჩატარდა 1919 წელს, სადაც ყველას ჰქონდა ხმის მიცემის უფლება, მათ შორის ქალებს. და არა თუ ხმის მიცემის უფლება ჰქონდათ საქართველოში ქალებს, 5 ქალი არჩეული იქნა დამფუძნებელ კრებაში. და ჩვენ ამით ვართ მეორე მსოფლიოში, ფინეთის შემდეგ, სადაც ქალი და ამ შემთხვევაში ქალები, 5 ქალი იქნა არჩეული პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში. ეს არის, რა თქმა უნდა, ის, რითაც ჩვენ უნდა ვიამაყოთ და ის არის ის ბაზისი, რითაც ჩვენ ბრუნდებით ევროპულ ოჯახში. ჩვენ არ მივდივართ ცარიელი ხელებით, ჩვენ არ მივდივართ როგორც ახალი რაღაც ახლად აღმოჩენილი მიწა ევროპისთვის, ჩვენ ვართ ევროპული კულტურის და ევროპული დემოკრატიის, რაც თავარია თანაშემოქმედები, ისეთის როგორც დღეს არის ის ევროპაში. თუმცა აი ამ ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზას ხომ არ შეუშლის ხელს ის პროცესები, რომელიც ახლა მიმდინარეობს პრეზიდენტთან დაკავშირებით. თქვენი ოპონენტების მთავარი ბრალდებაც, ეს თქვა, სწორედ ეს არის, რომ ევროინტეგრაციისთვის იქნება ეს ხელისშემშლელი ფაქტორი. რას ელოდებით ახლა საკონსტიტუციო სასამართლოსგან, რა მოლოდინი გაქვთ, როგორ შეაფასებთ ამ სამართლებრივ და პოლიტიკურ პროცესს? რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, პირიქით, ეს არის ის, რაზეც დგას ევროპული ღირებულებები. ეს არის კანონის უზენაესობა და რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ძირითადი კანონი, ანუ კონსტიტუცია, რომ ის დგას ყველაზე მაღლა, მათ შორის ყველა პოლიტიკური თანამდებობის პირზე მაღლა. რაც შეეხება თავად შეუშლის თუ არ შეუშლის, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არ შეუშლის, პირიქით. ეს აჩვენებს, რომ პოლიტიკური განსჯის კულტურა ამით უნდა დაიხვეწოს ზუსტად, ეს უნდა იყოს არა მხოლოდ რაღაც ზეპირი, ასე ვთქვათ, კამათი და საუბარი იმაზე, ვის უფლება აქვს თუ არა, არამედ ეს უნდა იყოს საკითხი, რომელსაც წყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. რატომ ისმის მაშინ ოპონენტების მხრიდან ბრალდებები, რომ კანდიდატის სტატუსის მოპოვებაზე ეს აისახება ეს პროცესი, იმიტომ რომ პრეზიდენცია საუბარი. აქ უნდა შევხედოთ, აქ არის ორი ტიპის ჯგუფი, ასე ვთქვათ, რომელმაც შეიძლება გამოხატოს გარკვეული წუხილები. პირველი გახლავან, რა თქმა უნდა, არიან ჩვენი დასავლელი მეგობრები, რომლებიც კითხულობენ, ეს ხომ არ გაამწვავებს, ვთქვათ, პოლარიზაციას და ასე შემდეგ, მაგრამ იქიდან გამომდინარე ისინი ჩვენს კონსტიტუციურ მოწყობას არ იცნობენ. თუმცა, როდესაც ჩვენ უხსნით, რაზე არის საუბარი და ამ სამართლებრივი საფუძვლები რა არის, რა თქმა უნდა, ამ მხრივ მათთვის ეს ყველაფერი გასაგები ხდება. თუმცა არსებობს მეორე ჯგუფი ქართველებისა, რომელსაც ჩვენ გვაჩვენებენ, რომ მათი მთავარი მიზანი არის ხელისუფლებაში მოსვლა, ამიტომ ყველაფერი, რაც კი შეიძლება გამოყენებული იქნას იმისთვის, რომ დაიმენარიათ არიონ სიტუაცია, ყველა საშუალება მათთვის კარგი არის. თქვენს თვლით, რომ არ იმსახურებს სალომე ზურაბიშვილი იყოს საქართველოს პრეზიდენტი და აქ უნდა გკითხოთ, რა არის ახლა მმართველი გუნდის მიზანი, როდესაც ეს პროცესი წამოიწყო? ის რომ გადააყენოს პრეზიდენტი, თუ ეს არის მიზანი, მაშინ ცოტა დიდ რისკზე გიწევთ წასვლა, ხო? იმიტომ რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არ არის საკმარისი ხმები ამ პროცესისთვის, იმპიჩმენტისთვის. თუ უბრალოდ ის რომ დადგეს ფაქტი, რომ
მართლმა პოლიტიკურმა ძალამ მოახდინა რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევაზე. კიდე სხვა მიზეზი არსებობს, რომელიც კიდე უფრო მაღალი და უზენაესია. კერძოდ, აქ საკითხი შეეხება იმას, თუ როგორი მოწყობა გვაქვს ჩვენ კონსტიტუციური ჩვენს ქვეყანაში. საპარლამენტო რესპუბლიკისთვის თავარი ნიშანი არის ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება აქვს მთავრობას და მთავრობა არის ის, რომელიც როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ახორციელებს პოლიტიკას. აი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი და ეს დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ პრეზიდენტის ქცევით. ის რომ ის მთავრობის ნებართვის გარეშე წავიდა ქვეყნის გარეთ და დაიწყო ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება. ამაზე თუ არ იყო ცხადი პასუხი, მაშინ იქნება ყოველთვის ბუნდოვანება, ვინ წარმოადგენს ქვეყნის გარეთ და ვის შეუძლია რომ ამა თუ იმ რაღაც ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, რაც შესაბამისად ნიშნავს, რომ არის რისკი, რომ ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობებში წარმოადგენს ორი სახით და არა ერთი სახით, როგორც ეს უნდა იყოს. ჩვენ ვთქვით, რომ პოლიტიკური ნაწილი უკვე ამ საკითხის იმპეჩმენტს, რაც შეეხება პარლამენტში შემდგომ გადაწყვეტილების მიღება, რომ აქ ჩვენ 100 ხმა არ გვექნება და ეს წინასწარ გააცხადეს კიდევაც ოპოზიციის წარმომადგენლები, რაც ასევე გაუგონარი რამ არის, ანუ წინასწარ აცხადებენ, რომ მათ სულ ერთი არის საერთოდ კონსტიტუციის დარღვევა, არ დარღვევა, მათ არანაირ ღირებულებას ის დოკუმენტი, რომელზეც მათ ფიცი დადეს, როდესაც გახდნენ დეპუტატები, არ წარმოადგენს. ამიტომ პოლიტიკურ ნაწილსაც შეეხება ვთქვით, რომ არ გვაქვს დიდი იმედი, რომ იქნება 100 ხმა და მოხდება გადაყენება თანამდებობიდან, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის და 100-ზე უფრო მნიშვნელოვანი არის, რომ არსებობდეს სასამართლოს მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით დასკვნა დადებული იმისთვის, რომ როგორც მოქმედი პრეზიდენტისთვის და მთავრობისთვის, ისე მომავალი პრეზიდენტებისთვის და მთავრობისთვის იყოს ცხადი ის ჩარჩო, რომელშიც ისინი მოქმედებენ. რას ურჩევდით საალმიზურებაშვილს? მე მანამდე მქონდა ერთი რჩევა და რომელიც ჯერ კიდევ ძალაში არის, ჩემი რჩევა იყო, რომ მას ეღიარებინა ეს დარღვევა და სამომავლოდ და გაიცხადებინა, რომ სამომავლოდ აღარ დაარღვევდა კონსტიტუციას, ჯერ არის კიდევ ამის დრო, მაგრამ მეორე მომენტია, მე რომელსაც ველი და არ ვიცი ზუსტად რა იქნება პრეზიდენტის მიდგომა. იმ შემთხვევაში, თუ კი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. ყველაზე სამწუხარო მდგომარეობა არის ის, რომ მე პირადად და ალბათ საზოგადოებაც არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოს პრეზიდენტი აი ამ დადგენის კონსტიტუციის მიუხედავად სასამართლო დაადგენს კონსტიტუციის დარღვევას, რომ ის კვლავ არ გააგრძელებს კონსტიტუციის დარღვევას. აი ეს არის ყველაზე ფიქრობ პოლიტიკურადაც პრობლემა, რომ ჩვენს მიერ არჩეული პრეზიდენტის მიმართ არ გვაქვს საკმარისი ნდობა. ფიქრობთ, რომ კონსტიტუციის დარღვევა გაგრძელდება? მისი დამოკიდებულებას ის როგორც აჩვენებს კონსტიტუციის მიმართ და ეს არ არის პირველი შემთხვევა, ხო? მან წითელ ზღვარზე გაიარა, მათ შორის ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და სხვა საკითხებზე ჩანდა აქამდეც, რომ მისი დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ არ იყო მთლად დიდი პატივისცემით გამსჭვალული და ისეთ აღქმას გვინდა, რომ ის უფრო ზემოდან უყურებდა კონსტიტუციას, ვიდრე ქვემოდან შესცქეროდა კონსტიტუციას. კასკები, კანდიდატის სტატუსზე რომ გადავიდეთ, ცოტა ხნის წინ იყავით ვიზიტით რუმინეთში, იყავით ირლანდიაში, განსაკუთრებით ირლანდიაში, ძალიან ბევრი ქვეყნის სპიკერს შეხვდით, ასევე ევროსაბჭოს გენდივანს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს. ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის, რომლებიც ამ ვიზიტების დროს მუშაობთ ადგილზე, კადრს მიღმა მარტივად წასაკითხია ის განწყობები, როგორც ქართულ დელეგაციაში, ასევე მეორე მხარის მხრიდანაც, რომელიც არის ამ შეხვედრებზე. როდესაც ჩადიხართ ევროპის დედაქალაქებში, შეგიძლიათ თქვა, რომ უფრო მეტად გაზრდილია ევროინტეგრაციის მიმართ პარტნიორების მხარდაჭერა. რა არის იმედის მომცემი ამ პროცესში? რას გეუბნებიან პირადად თქვენ სხვადასხვა ქვეყნების სპიკერები? უბრალოდ ყოვლისა უმეტეს შემთხვევაში არის ასეთი მოცემულობა, რომ არის გააზრებული, რომ შარშან ივნისში მიღებული გადაწყვეტილება იყო შეცდომა. იმიტომ ყველა იაზრებს ერთის მხრივ, რომ თუ კი ვსაუბრობთ დამსახურებაზე, კრიტერიუმებზე, დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, რომ საქართველოს არის ლიდერი ასოცირებულ ტრიოში, ანუ უკრაინასა და მოლდოვასთან შედარებით და ეს თავად ევროკომისიამაც აღიარა, როდესაც წელს თებერვალში, ანუ შარშან ივნისში ნეგატიური გადაწყვეტილების მიღებიდან 6 თვეში გამოაქვეყნა
ანგარიში შეფასება სამი ქვეყნის და თავად ამ შეფასებაში, რომელიც ქულებშიც გამოიხატება, საქართველოს კვლავ ლიდერია. და როგორ მოხდა მაშინ, თუ კი ლიდერი აღმოჩნდა ბოლო და ბოლოები აღმოჩნდნენ პირველები. ლიდერი არ უნდა დაიჩაგროს თქვით ამ ვიზიტების დროს პარტნიორები. დიახ, და ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, რომ რაღაც გააზრება ვფიქრობ მოხდა ამის, რომ დაიჩაგრა ლიდერი. აქედან გამომდინარე, უფრო მოლოდინი გვაქვს, რომ პოზიციური იქნება გადაწყვეტილება, მათ შორის იმის გააზრება, რომ ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ დამსახურებიდან გამომდინარე, არამედ პოლიტიკურად მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის გზავნილი ერთის მხრივ ქართული ხალხის მიმართ, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად აფასებს ევროკავშირი ქართული ხალხის ბრძოლას თავისი ევროპული მომავლისთვის. ის ბრძოლა, რომელიც დღეს უკრაინა ხალხს აქვს და რომლის გამოც ევროპამ პრინციპში გახსნა ეს კარები და ხედავენ ამ ბრძოლას უკრაინელი ხალხისა, ეს ბრძოლა ქართულ ხალხს რამდენჯერმე აქვს უკვე გადატანილი, რამდენჯერმე. ამიტომ ეს არის რა თქმა უნდა გზავნილი ქართული ხალხის მიმართ, აფასებს თუ არა ევროპა ამ ბრძოლას და მეორე, ეს არის გზავნილი რუსეთის მიმართაც მათ შორის და სხვა ჩვენი არაკეთილმოსურნეების მიმართ, რომ ევროკავშირი ხედავს თუ არა თავის თავს საქართველოსთან ერთად, ხედავს თუ არა თავის თავს რეგიონში, როგორც აქტორს, თუ ის თმობს ამ რეგიონს. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი არის. აქ არის ერთი მომენტი, ხედავთ მუდმივ პროპაგანდას, რომ ოცნება არის რუსული. მუშაობს ეს ხალხს, იმიტომ რომ აქ ხომ მხოლოდ შიდა აუდიტორიაზე არ არის საუბარი, როდესაც პარტნიორებს ხვდებით, როგორ ფიქრობთ ეს პროპაგანდა აისახება მათაც, ანუ რაიმე კითხვები ჩნდება და საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით? პროპაგანდას რა თქმა უნდა აქვს თავისი ძალა, ვინაიდან მას შეუძლია ასე თქვა მოკლევადიანი მინიმუმ მოკლევადიანი ეფექტების შექმნას. თუმცა მთელი სიძლიერე ქართული ოცნების ხელისუფლების არის სიმართლეში და ჩვენ ნახეთ არაერთხელ ჩვენმა საზოგადოებამ ნახა, რომ სიმართლე ხანდახან ცოტა ნელა აღწევს თავის შედეგს და ადრესატამდე, მაგრამ ბოლოს ის ყოველთვის იმარჯვებს იმ პროპაგანდაზე, რომელიც არის. ამიტომ ერთი რამე არის კიდევ ხაზგასასმელი, რაც შეეხება დამოკიდებულებას გადაწყვეტილების მიმართ. ჩვენ ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამწუხაროდ ევროპაში ასევე არიან პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მათ შორის ზოგიერთ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ბერკეტები აქვთ და შესაბამისად გადაწყვეტილების მიმღებებზე ბერკეტები აქვთ, რომლებიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელს უშლიან საქართველოს თვის კანდიდატის სტატუსის მიცემას. ამ ჯგუფების ამოცნობა ძალიან ადვილი არის. საზოგადოება შეუძლია დააკვირდეს, ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მფარველი, დასვას ტოლობა და ნახავს, ეს არის ზუსტად ის პოლიტიკური ჯგუფები, ან იმ ქვეყანაში ბერკეტების მქონე პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას. თავისთავად, ვინაიდან გადაწყვეტილებას სჭირდება 27 ქვეყნის თანხმობა, სრული კონსენსუსი და აქ ერთი ქვეყანაც თუ წინააღმდეგ წავიდა, გადაწყვეტილება ვერ მიიღება და სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ქვეყანა არის ასეთი, რომელიც პირდაპირ მფარველობს მიხეილ სააკაშვილს, არ დავასახელებ ხამ ქვეყნებს და ხელისუფლებას, მაგრამ ნახეთ ჩვენ ახლა ეს ადვილად იცის ჩვენმა საზოგადოებაც, ვინ გამოირჩევა ხმამაღალი განცხადებებით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მათ შორის ტყუილით საქართველოსთან მიმართებით თითქოს ხდება სააკაშვილის წამება და არასათანადო მოპყრობა და ასე შემდეგ. აი ესენი არიან ისინი, ვინც უშლიან ხელს. ჩვენ უბრალოდ სხვა იმედი გვაქვს, რომ იმდენად გაიაზრა იმ დიდმა ჯგუფმა, რომელიც საქართველოს მომხრე არის და თავის დამოკიდებულებას ქართული ხალხის მიმართ განსაზღვრავს, არა მიხეილ სააკაშვილის განსაზღვრავს და ეს არის მართვის საქართველოს და სამწუხაროდ ამ ქვეყნებისთვის საქართველოს ქართული ხალხი, მათი ბრძოლა, ჩვენი სახელმწიფო კი არ არის. არამედ მიხეილ სააკაშვილი, ამის იქით საქართველოს არაფერი არ არის, ნულია მათთვის საქართველოს ფასი და ჩვენ იმას ვხედავთ ერთ-ერთი რასაც იმეც გვაძლევს, რომ ის ჯგუფი, რომელიც ობიექტურად აფასებს რეალობას, მათ შორის იმასაც აფასებს, რომ დიდი ალბათობით შარშან ნეგატიურ გადაწყვეტილების მიღებაში ზუსტად აი ამ პოლიტიკურმა ჯგუფებმა სააკაშვილის მფარველებმა მიიღეს მონაწილეობა და სხვადასხვა მანქანებით შეძლეს
ჩაშლა პოზიტიური გადაწყვეტილებებში და რა თქმა უნდა ახლა უკვე ესენი აცნობიერებენ ამას და ამ ჩაშლის შესაძლებლობას რა თქმა უნდა არ მიცემენ. თუმცა კიდევ ერთხელ არიან მსურველები რომ ჩაშალონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, ეს როგორც ქვეყნის გარეთ და რაც ყველაზე უფრო ცუდია, ეს ქვეყნის შიგნით. ჩვენ სინამდვილეში ჩვენი ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდებოდა ხოლმე. და ახლა ჩვენ ხედავთ შიგნიდან როგორ აცლიან ქვებს ზოგიერთი ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ პოლიტიკური ჯგუფი. იმ შემთხვევაში თუ თუნდაც ამ ჯგუფების მოქმედების შედეგად ვერ მიიღო ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი. რა გამოწვევის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ახლა საქართველოს განიხილავთ ასეთ სცენარს? ну თავისთავად გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ შარშანი ივნისის გადაწყვეტილებაც ვერ ახსენით ბოლომდე ობიექტურად რას ეფუძნებოდა და სხვა ჩვენს არა მხოლოდ ჩვენ ვერ ახსენით ჩვენი ევროპელი კოლეგებიც ვერ ხსნიან. მე როდესაც სხვადასხვა დედაქალაქებში ჩავდივარ და ამაზე ვსაუბრობ ყველაზე ნიშანდობლივი ის არის რომ კითხვაზე თუ რატომ ვერ მივიღეთ კანდიდატი შარშან ივნისში ან არ არის პასუხი ან არის სხვადასხვა პასუხი რაც ერთ რამეს აჩვენებს რომ სინამდვილეში ერთი ობიექტური პასუხი ამასთან დაკავშირებით არ არის და სინამდვილეში ამისი მიზეზი კი არ არსებობდა და უბრალოდ საბაბი მოიძიეს მაშინ ნეგატიური გადაწყვეტილებების. აქედან გამომდინარე რთულია წინასწარმეტყველება იმის თუ როგორი იქნება წელს გადაწყვეტილება ვინაიდან და რამდენ სამართლიანი იქნება ეს გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ ამის იმედი გვაქვს. იმ შემთხვევაში თუ არ იყო კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიური გადაწყვეტილება, რა ვქნათ ეს კიდე ერთი დასტური იქნება სამწუხაროდ იმის, რომ ხდება დაჩაგვრა ლიდერების და ხდება უსამართლო გადაწყვეტილების მიღება ერთის მხრივ და მეორეს მხრივ დაუფასებლობა ქართული ხალხის ბრძოლის, ჩვენი სისხლის, ჩვენი თავგანწირვის როგორ ფიქრობთ სტატუსის მიღების შემდეგ ეს პოლიტიკური ვნებები ჩაცხრება, იმიტომ რომ თქვენ ამბობთ რომ ყველაზე მეტად ოპოზიციას არ სურს და პოლიტიკურად არ აწყობს ქვეყანა მიიღოს სტატუსი, თუ კი ამ სტატუსს მოვიპოვებთ, პოლიტიკური ვითარება შედარებით უფრო დასტაბილურდება. თავისთავად ეს ჩამოამსხვრევს, ასე ვთქვათ, იმ მთელ ნარატივს, რომელსაც წელიწად ნახევარი აშენებდნენ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა გაძლიერდება ამით საქართველოს ხელისუფლება, რომელიც წელიწად ნახევარი მარტო მუშაობდა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. როდესაც ახლა საუბრობენ რომ თუ კანდიდატის სტატუსი მიენიჭება ხალხს თუ ვის მეცებას, საქართველოს ხელისუფლება მუშაობდა ამ საკითხზე. ოპოზიციამ შევახსენებ საზოგადოებას რომ ბოიკოტი გამოუცხადა შარშან ზაფხულში სამუშაო ჯგუფების შექმნას და აქ მუშაობას, უნდათ პარალელური პროცესების წამოწყება, მათ ისინი ფაქტობრივად მონაწილეობას არ იღებდნენ კენჭის ყრებში და მხარს არ უჭერდნენ იმ ცვლილებებს, რომელიც შემდეგ დადებითად შეფასდა. სახალხო დამცველის არჩევა, რომელიც ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო და შესრულებულად არის ჩათვლილი, ოპოზიციამ ამაში მონაწილეობა არ მიიღო. არათუ არ მიიღო. იმ რამდენიმე ოპოზიციონერს, რომელსაც ხარი დაუჭირა სახალხო დამცველის კანდიდატს, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულად ზარებით, მიწერებით პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ მათზე, რომ ჩაეშალათ ეს კენჭისყრა. პირდაპირ, ანუ ჩვეულებრივად ის ისტორიები, რაც ჩვენ გვესმის, ღალატის, ციხეშიგრინათ, ეს ყველაფერი დღეს 21 საუკუნეში ჩვეულებრივად ხდება. ეს არ არის ისტორიები, რომელზეც ან დავიჯერებთ ან არა. სახალხო დამცველის არჩევის დროს NGO-ები, ან ის სექტორი, რომელმაც დემოკრატიულ პროცესებში უნდა შეასრულოს თითქოს და დადებითი როლი, პირდაპირ მუქარა ზეწოლაზე იყვნენ გადასული რამდენიმე ოპოზიციონერ ქალ დეპუტატზე, რომ მათი გადაწყვეტილება შეეცვალა. საჯარო განცხადებები გვახსოვს ამ ორგანიზაციების და ესე პირდაპირ ზარებიც იყო დეპუტატებთან. თავისთავად, მათ პირად საუბრებში ნათქვამი აქვს, რომ მათს ემედის ზეწოლა სამწუხაროდ ეს დეპუტატები, რომლებიც სხვა მხრივ გამოირჩევიან ხოლმე ძალიან ხმამაღალი განცხადებებით, ვერც კი ბედავენ, რომ საჯარო დაამხილონ ის NGO-ები, რომლებიც მასზე ზეწოლას ახდენდა. ხა აქ ყველას შევახსენებ, რომ ეს არ არის უბრალოდ რაღაც ორგანიზაციები. ეს არის ორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და ეს პირდაპირ გულისხმობს, რომ უცხოური ფინანსები მუშაობს იმისთვის, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებებზე მოახდინოს ზემოქმედება. ეს არის პირდაპირ ჩარევა, გარე ჩარევა პარლამენტის მუშაობაში და დემოკრატიულ პროცესებში, ნეგატიური ჩარევა, რაც მთავარია, იმიტომ რომ ჩვენ გვაჩვენა, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით ევროპამ დადებითად შეაფასა, შესაბამისად ყველა ვინც ამას შლიდა იქნებოდა ეს ოპოზიცია, NGO-ები, თუ მათი დამფინანსებელი, ყველა მოქმედებდა საქართველოს ევროპული მომავლის საზიანო.
ამ თემაზე კიდევ უნდა ჩაგეკითხოთ, ვნახეთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, თქვა აი რადიკალური ძალები რომ ყველანაირად ცდილობენ ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, ეს ვიცით, თუმცა უცხოური ორგანიზაციები, მაგალითად USAID, რომელიც ჭიდროდ თანამშრომლობს კანვასთან, რომელიც ფიგურირებდა სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, სხვა ფონდები და ორგანიზაციები, რა მოტივი ამოძრავებთ, რა მიზანი აქვთ მათ? რთულია, ამისთვის საჭიროა უპირველეს ყოვლისა მათ განმარტონ, რასთან გვაქვს საქმე და სამწუხაროდ USAID დღემდე დუმს ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ნახეთ ამერიკის საელჩოს მოკლე და არაფრის თქმელი განცხადება, ეს უფრო იყო უპატივცემულობა თვითონ იმ გარემოების მიმართ, რაც სკანდალურია, რა თქმა უნდა, და არ შეიძლება ხელის აქნება ასეთ ბრალდებებზე, რომელიც არსებობს, საჭირო არის ამ ვითარების გამოყენება, მე ურჩევდი მათ შორის ამერიკის საელჩოსაც და USAID-საც, რომ ის კეთილი სახელი, რომელიც ამერიკულ დახმარებას საქართველოში აქვს, რომელიც 30 წელია ჩვენ ქვეყანას ხალხს ეხმარება სხვადასხვა მიმართულებებში, ამ კეთილ სახელს სამწუხაროდ მიადგა ჩრდილი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამერიკის საელჩომ და USAID-მა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, რომ გამჭვირვალედ და ღიად უპასუხონ იმ კითხვებს, რომელიც სამწუხაროდ არის პასუხისგამოცემელი და სამწუხაროდ ჩრდილს აყენებს ამერიკელი ხალხის დახმარებას საქართველოს მიმართ და კერძოდ აჩენს ეჭვებს, რომ ეს ფული გარკვეული ჯგუფების მიმართ და თანხები გამოიყენება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. და ეს არ არის სამწუხაროდ პირველი შემთხვევა, მე ამაზე ვისაუბრე, რომ ჩვენ 2020 წლის არჩევნების, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველას ახსოვს ისვედის და პარალელური დათვლის სკანდალი, რომელიც შემდეგ გაირკვა მალევე არჩევნებიდან და ახლობით ერთ კვირაში თუ ორ კვირაში უკვე იცოდნენ საკუთარივე აღიარებით იცოდნენ, რომ ეს იყო ყალბი რიცხვები, რომელსაც ისინი არწევენ. მიუხედავად ამისა, რომ ერთი თვის განმავლობაში სამ პარლამენტი არ შეეკრიბა და როდესაც მიდიოდა ეს მიტინგები და აქციები, ისინი მალავდნენ ამას. მეორე, არა მხოლოდ მალავდნენ, არამედ აქტიურად არწევდნენ კვლავ ისევ ამ რიცხვებს და მესამე აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ მათ იცოდნენ, აღმოჩნდა, მათ უთხრეს თავის დონორს, USAID-ს ზუსტად, რომელიც დღესაც აი ამ სკანდალში გაეხვა, USAID-ს იცოდა და ისიც უმალავდა ამას ქართულ საზოგადოებას. ეს არის აბსოლუტური უპატივცემულობა მასპინძელი ქვეყნის. როდესაც სტუმარი ორგანიზაცია, რომელსაც აქვს გარკვეული მიზნები ქვეყნის შიგნით, ხედავს, რომ არის მისი ფულით ჩატარებული პარალელურ დათვლისას, არის ყალბი ინფორმაცია გავრცელებული, შეიტყო ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება ძალადობრივი აქციები ქვეყანაში და არის რისკი ძალადობის უფრო მეტად გაზრდისა. იცის ამის შესახებ, რომ ეს არის ტყუილი, რასაც ეფუძნება ეს ძალადობრივი აქციები და არაფერს არ ამბობს ამასთან დაკავშირებს. უფრო მეტიც, ამერიკის საელჩო მაშინ გამოდიოდა შუამავლად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გახსოვთ თქვენ ფასილიტაციის თუ ასე შემდეგ პროცესები. მე არ ვიცი, რამდენად იყო ეს ცნობილი ამერიკის საელჩოსთვის, ისაც ცნობილი იყო USAID-ისთვის. თუმცა, თუ კი ეს ცნობილი იყო საელჩოსთვის, მაშინ რა შუამავლობა არის ის შუამავლობა, როდესაც იცი, რომ პრობლემის ძირი არის დამყარებული სიყალბეზე და ამას არ ეუბნები მონაწილე მხარეებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის საელჩომ და USAID-მ გამჭვირვალე და ღიად უპასუხონ ამ კითხვებს. ეს კითხვები არ დაიხურება, ეს უკვე გავიდა 3 წელი 2020 წლის არჩევნებიდან და პარალელურ დათვლებიდან. მე მგონი საზოგადოება ატყობს, რომ ჩვენ და მათ შორის პირადად მე ამ საკითხს რა თქმა უნდა არ მოვეშვები და მანამ სადამ არ იქნება ღია პასუხები ამერიკის საელჩოდან და USAID-დან, რა თქმა უნდა, ეს საკითხი არ დაიხურება და ის ჭრილი, რომელიც მიადგა ამერიკელი ხალხის დაფინანსებას, ეს ჭრილი ვერ გაიფანტება. 2024 წელს რას ელოდებით? რა იქნება 2024 წელს და ამით ეს ვთქვათ ამოვწუროთ ეს თემა და პრინციპში დასასრულისკენ წავიდეთ ამ ინტერვიუს. საარჩევნო წელი მოდის და მე ერთადერთი რამეს ხედავ, მე შინია და ვფიქრობ, რომ სამწუხაროდ ალბათ უყურებ რა პროცესებს და ოპოზიციას ვაკვირდებით ყველა. ალბათ ძალიან პოზიტიური განწყობები ამ საარჩევნო კამპანიის მიმართ არ მაქვს. ჩვენ ხედავთ, რომ ოპოზიციას თემები არ აქვს საერთოდ
მათი მთელი დღის წესრიგი აწყობილია მათ შორის უცხოეთიდან შემოგდებულ რაღაც თემებზე ერთი და აწყობილია რაღაც ორ საკითხს რუსეთი გაიძახიან და ვერ გაცდენ ამ საკითხს. უბრალოდ სასაცილოების გახდნენ საერთო ჯამში აი ამ ასე ვთქვათ რუსეთის ტრიალით ყველა წინადადებაში და ყველა აბზაცში. რითაც სამწუხაროდ სხვათა შორის უფრო ცუდ საქმეს აკეთებენ, იმიტომ რომ რეალურ საფრთხეებს სინამდვილეში ისინი ვინაიდან ასე რაღაც სასაცილოდ ხდიან და არასერიოზულად აქცევენ რეალურ საფრთხეებს მე ვეღარ ხედავს შეიძლება საზოგადოება და ისიც დაკნინებულად ეჩვენება რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს სინამდვილეში. ამიტომ ვფიქრობ რომ ეს რადიკალიზმი მოიმატებს ოპოზიციაში და სამწუხარო ის არის რომ ეს რადიკალიზმი ხშირ შემთხვევაში არის ხელშეწყობილი მათი უცხოელი მფარველების მხრიდან და ამას ხედავ ჩვენ მე არაერთხელ ვისაუბრე რომ სამწუხაროდ ერთი რომ ხდება მათ შორის პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უცხოეთიდან და ჩვენ ნახეთ არაერთი ამისი მინიშნება მაგალითად პარტია დროა რომელსაც პირდაპირ აღიარა რომ მას ერთ-ერთი ევროპული ფონდი აძლევს ფულს იმისთვის რომ კამპანიები ჩაატაროს ევროპული საქართველო გირჩი და ასე შემდეგ ყველას აქვს ყალბი სქემები აწყობილი შექმნილი აქვს NGO-ები რომელიც მათ სახელზე არის თვითონ არიან ყველაფერი და ვითომ არიან NGO-ები და რაღაც პროექტებს ახორციელებენ ამით იღებენ ფულს უცხოეთიდან დროასთან სხვა კითხვებიც არსებობს რუსეთიდან სხვადასხვა ქვეყნიდან გადმორიცხული და ამ ფულით შემდეგ ახდენენ ეს არის ყველა რადიკალური პარტია ხო და პირდაპირ რადიკალიზმი ფინანსდება უცხოეთიდან და მათ შორის ეს მაძლევს იმის ნეგატიური განწყობის საფუძველს რომ დიდი ალბათობით ჩვენ მომავალ არჩევნებში ოპოზიციის მხრიდან გვექნება მხოლოდ ისტერია და რადიკალიზმი და ეს არის ჩვენი გამოწვევა ქართული ხალხის და საზოგადოების ჩვენ ამას უნდა შევხვდეთ მშვიდად უნდა შევხვდეთ ძალიან კაფიო სიმართლით ყველაფერს და მომავალი არჩევნები ფიქრობ იქნება წყალგამყოფი ერთ რამეზე კიდე ვინაიდან ზუსტად საუბრობ უცხოურ დაფინანსებებზე და ასე შემდეგ ერთი რომ სამწუხაროდ ოპოზიციურმა ჯგუფებმა ვერ გამოიყენეს ეს შანსი რაც მათ ჰქონდათ 1%-იანი ბარიერით და 9 სუბიექტით რომელიც ამ პარლამენტში შემოვიდა და დღეს 11 ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფია და ვერ გამოიყენეს ეს და სინამდვილეში მაინც ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ არიან ყველა ერთი რადიკალური დღის წესრიგი აქვს ვერანაირი ინდივიდუალური დღის წესრიგი ვერ განავითარა ვერც ერთმა პატარა პარტიამ რომ იქნებ რაიმე მომხრობა ქონოდა საზოგადოებისგან შესწრებიან ნაციონალური მოძრაობის რადიკალურ დღის წესრიგს და არიან მის მონაწილენი ამიტომ რომელიც თავის მხრივ არის ჩვეულებრივად აწყობილი უცხოეთიდან წამოწეული რაღაც თემებზე. ამიტომ მომავალ არჩევნებზე სინამდვილეში არჩევანი იქნება იმასთან დაკავშირებით, რომ რა უნდა ქართულ ხალხს. უნდა ქართულ ხალხს რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს, თუ უნდა ქართულ ხალხს ხელისუფლება, რომელიც სხვა ქვეყნის ან სხვა ქვეყნის ჯგუფების ინტერესებს წარმოადგენს. აი ეს არის არჩევანი 2024 წელს პატრიოტებსა და სხვა ქვეყნის დღის წესრიგზე მოქმედ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის. გასაგებია, იმედია მშვიდობიანი საარჩევნო წელი გვექნება და მე იმედია გვექნება სტატუსიც უკვე 2024 წელს. დიდი მადლობა, ამოვწურეთ თითქმის ყველა თემა ამ განმავლობაში. ახლა კი კვირის პოსტში რეკლამის დრო არ გადაერთოთ ჩვენ ძალიან მალე დავუბრუნდებით.